რამდენიმე თვის წინ აკუმულატორების ქურდობის ბრალდებით დაკავებული 3 მოქალაქის ოჯახის წევრებმა საპროტესტო აქცია გამართეს დღეს პროკურატურის შენობის წინ. დაკავებულთა ნათესავები პროკურატურისაგან დანაპირების შესრულებას, საპროცესო შეთანხმების გაფორმებასა და სასჯელის შემცირებას მოითხოვენ. აქციის მონაწილეები ირწმუნებიან, რომ დაკავებულებმა ითანამშრომლეს გამოძიებასთან და დანაშაული იმ პირობით აღიარეს, რომ საპროცესო გარიგება გაფორმდებოდა, თუმცა პროკურატურამ შეთანხმება დაარღვია. ახალგაზრდებს 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ. პროკურატურაში კი მოქალაქეებს მოუწოდებენ დაელოდონ სასამართლო პროცესის დასრულებას. ამბობენ, რომ არ კეთდება საპროცესო გარიგებები, რატომ სხვებს უკეთება უფრო მეტი დიდი დანაშაულებები, რომელიც საქმე აღიარენ, ყველანაირი თანამშრომლებაზე წავიდნენ, იმიტომ რომ თვითონ დაგვიდნენ ამ ყველაფრით, რომ ეს ისეთი საქმეა, რომ აქ არაფერი არ მოხდება, რაღაცა ან ჯარიმის, რაღაცა პატარამით. მე არ ვიძახი, რომ არა, კი, დააშავა დამისაჯეთ, მაგრამ ამ ხელა 3 წელის მისჯა და ერთადერთი შეღავათი მოგწევთ უშინ რომ დაგიკლებთ 6 თვეს. ვთხოვთ რას, დაგვაჯარიმოთ კი ბატონო 7000 ლარი გვაქვს შეტანილი და 2 ცალი აკუმულატორის გამო და თუ გინდა 3 ცალი აკუმულატორის გამო, რატომ უნდა დავღუპოთ ეს ბიჭები? ვთხოვთ რომ მოგწევთ საპროცესო გარიგება. წამოვიდნენ მაგას.